მოგესალმებით ყველას გრიმუარის არხზე და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზზე უბარაკობისა. მოდით პირველ რიგში ავხსნათ რა არის უბარაკობა და რა არის ბარაკა. სიტყვა ბარაკა მართალია შეიძლება გავიგოთ ძალიან ბევრნაირად, მაგალითად ისლამურ სამყაროში ის საერთოდ სხვა რაღაცას გულისხმობს და ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორც ქართველები ვიყენებთ მას ძირითადად ის გულისხმობს სხვა რაღაცას. Დაუშვათ თუ პირველ შემთხვევაში ის გულისხმობს წყალობას ღმერთისაგან მრავალი სახით, რაც გულისხმობს ზოგად კეთილდღეობას, გულისხმობს ფინანსურ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ასე შემდეგ. ქართველები ძირითადად ბარაკას უწოდებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფინანსურ კეთილდღეობას. ანუ კონკრეტულად ადამიანის მატერიალურ, ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, უბარაკობა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც ადამიანი გამოიმუშავებს თანხას, შრომობს, მაგრამ მისი ცხოვრების ხარისხი და ეკონომიკური მდგომარეობა მაინც ცუდ მდგომარეობაშია. ანუ მისი კეთილდღეობის დონე არ იზრდება შემოსავალთან ერთად. მასსა და მე რა განაპირობებს ამ ყველაფერს. Რა თქმა უნდა, ყველასათვის ცნობილია ისეთი შემთხვევები, სადაც შეიძლება ადამიანს მაგალითად ჰქონდეს ენერგეტიკული დაზიანება, მაგალითად ენერგეტიკული დაბინძურებები, როგორც არის თუნდაც შავი მაგიის სხვადასხვა ფორმები, ეგრეთ წოდებული ჯადოები, მომპარავები და სხვა მსგავსი. თუმცა დღევანდელი თემა შეეხება არა ამდენად გამოკვეთილ და მძაფრ შემთხვევებს, არამედ შეეხება ისეთ ფაქტორს, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა არ აქცევს ყურადღებას და რომელზეც წარმოდგენა უმრავლესობას არც კი აქვს. უნდა ვაღიარო, მე თვითონაც კი არ მქონდა ამ ყველაფერზე წარმოდგენა, მანამ სანამ ამას ბევრჯერ არ წავაწყდი მუშაობის პროცესში. როდესაც ადამიანებთან მუშაობდი, როდესაც ვატარებდი ენერგეტიკულ დიაგნოსტიკებს, ამ წლების განმავლობაში დაგროვდა გარკვეული ინფორმაცია, დაგროვდა გარკვეული გამოცდილება, რომელიც ვიხილე ჩემი თვალით, რომელთანაც თვითონ მქონდა შეხება და აქედან გამომდინარე გიზიარებ ზუსტად ინფორმაციას. მას შესაბამე, რა პრობლემაზეა საუბარი? პრობლემა, რომელიც აქვს ადამიანთა უდიდეს ნაწილს, გახლავთ ფინანსური არხის სიმცირე. ანუ ფინანსური ენერგეტიკული არხის პატარა ზომა, მარტივად რო ვთქვათ. ზოგადად ადამიანებს აქვთ ენერგეტიკა, რა თქმა უნდა, ცოცხალ ადამიანებს, რასაც მაგალითად ხშირად შეიძლება უწოდოთ აურა. აურა როგორც გარკვეული ესეთი უხილავი ენერგეტიკული გარსი ადამიანის სხეულის გარშემო. გარდა პოპულარული აურის გაგებისა, ადამიანს აქვს უკვე კონკრეტული ენერგეტიკული ცენტრები. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის პატარა ძრავები ან პატარა კომპიუტერები ან პატარა ჭურჭლები, ესე ვთქვათ, რომელშიც სპეციფიკური ენერგია ინახება, რომლებსაც სპეციფიკური ფუნქციები აქვთ, დავალებები აქვთ და ასე შემდეგ. მაგალითად, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ესეთი ჭურჭელი პირობითად გულში, რომელიც აგროვებს სიყვარულის ენერგიას. მაგალითად, შეიძლება ადამიანს მსგავსი ჭურჭელი ჰქონდეს, რომელიც აგროვებს, ვთქვათ, იმ ენერგიას, რომელიც მას სჭირდება თავდაცვისათვის, იმ ენერგიას, რომელიც არის საჭირო შემოქმედებისათვის, სექსუალური ურთიერთობებისათვის, კარიერული მოქმედებებისათვის და ასე შემდეგ. ანალოგიურად ადამიანს აქვს ფინანსური ენერგიაც. ფინანსური ენერგია ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენ შევაფასოთ, ან თუ გსურთ დავყოთ სამ ნაწილად. პირველი ეს არის შემომავალი ნაწილი, მეორე ეს არის ნაწილი, სადაც გროვდება ეს ენერგია, სადაც ის აკუმულირდება და ინახება და მესამე უკვე არის, რა თქმა უნდა, გამავალი არხი. წარმოიდგინეთ, რომ იყოს ერთი მილი, საიდანაც შემოედინება სითხე, დაუშვათ შემდგომ გვაქვს ჭურჭელი, რომელშიც გროვდება ეს სითხე და ბოლოს გვაქვს მილი, რომლიდანაც ეს სითხე გაედინება გარეთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემომავალი ენერგიის წყარო არის ის შემოსავლები, ის თანხა, ის კეთილდღეობა და ნივთები, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ. ცხადია, ჭურჭელი ამ შემთხვევაში გულისხმობს უკვე იმ ენერგიის ცენტრს, რომელიც არის ჩვენშივე, სადაც წესით და რიგით ფულის ენერგია, ბარაქის ენერგია უნდა დაგროვდეს და კეთილდღეობის ენერგია, ხოლო გამავალი, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს უკვე ამ ენერგიის ხარჯვაზე, ამ ენერგიის გამოყენებაზე და მის რეალიზაციაზე გარე სამყაროში. მას შესაბამისად, ახლა როგორ შეიძლება ავლენდეს ზემოხსენებული პრობლემა ადამიანების ძალიან დიდ ნაწილთან თავს. ადამიანების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვთ პატარა ფინანსური ენერგიის არხი.
ძალიან პატარა ჭურჭელი თუ გინდათ ესე უწოდოთ ამას. რატომ? ერთია რომ ყველა ადამიანი არ იბადება თანაბარი შესაძლებლობებით, არიან ადამიანები, ვისაც ბუნებრივად აქვთ ძალიან დიდი ენერგიის რესურსები, არიან ადამიანები, ვისაც აქვთ მცირე ენერგიის რესურსი. თუმცა გარდა ამ ყველაფრისა, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს ჩვენზე ჩვენი სოციოეკონომიკური ფონი, კულტურული, რელიგიური ფონი, ადამიანთა ისტორია, რომელიც მაგალითად ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას ქონდა ხო და გამოუვლია, მაგალითად გავლენას ახდენს ფსიქოემოციური პროგრამები და დაღები, რომელიც შეიძლება იყოს გადმოცემული მშობლებისაგან, ან რომელიც შესაძლოა იყოს გავრცელებული ზოგადად ჩვენს ქვეყანაში. ხლა საქართველოში მაგალითად სიღარიბესთან ან სიმდიდრის შიშთან დაკავშირებული ბლოკები ემოციური არის უხვად გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში რელიგიური ფონიც არსებობს აქ, სადაც მაინც და მაინც დადებითად არ ფასდება, ესე ვთქვათ, მომხვეჭელობა და ფინანსებზე ორიენტირებულობა, თუმცა აგრეთვე რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ისტორიაც, რომელიც არის სავსე ძალიან ბევრი ომით, გაჭირვებით, სირთულეებით და ასე შემდეგ, დაწყებული შაჰ-აბასებითა და ჩინგის-ყაენებით და დამთავრებული შედარებით ახალი ისტორიით, სადაც ხვდებით პირველ რიგში რა თქმა უნდა კომუნისტებს, საბჭოთა რეჟიმს, სადაც მარტივად რო ვთქვათ, ზედმეტი ფული თუ გაგიჩნდებოდა ძალიან დიდ საფრთხეში ჩავარდებოდი, შეიძლება ამისათვის სიკვდილითაც კი დაესაჯე და რა თქმა უნდა, უფრო ახალი კიდევ არის ომის პერიოდი, არის არეულობების პერიოდი 90-იანები, ხომ, სადაც იყო მასობრივად გაჭირვება, სირთულეები და 1000 ბოროტება და სამწუხარო ამბავი უხვად ჩვენს ქვეყანაში და თითოეული ჩვენგანის გარშემო თუ საერთოდაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრებებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს შეიძლება არ გაგვევლო კონკრეტული ეს მოვლენები, შეიძლება არ მოუსწრები ვართ მათ, შეიძლება უშუალოდ ჩვენს თავს ეს არ მომხდარა, მაგრამ ის ფაქტიც კი, რომ ეს ყველაფერი მოხდა შენი მშობლის თავს, ან შენი ბებიისა და ბაბუის თავს, ან შენს გარშემო, შენს უბანში, შენს ქალაქში და ქვეყანაში რომ ხდებოდა, უკვე ტოვებს გარკვეულ ენერგეტიკულ და ფსიქოემოციურ კვალს, შესაბამისად ამას ვერ გავექცევით. თუმცა ამ თანდაყოლილი მონაცემების გარდა არსებობს ერთი ძალიან მარტივი, ესე რომ ვთქვათ, ფაქტორი. თუ კი ადამიანი არ ზრუნავს საკუთარ ფინანსურ ენერგიაზე, ეს ენერგია თავისთავად რომ განვითარდეს, ამის ალბათობა არის ძალიან მცირე. მსგავსად იმისა, როგორც არის შეუძლებელი, რომ ადამიანი პირობითად მოულოდნელად დაიკუნთოს და თქვათ დიდი სისწრაფით დაიწყოს მისმა კუნთოვანმა მასამ ზრდა ვარჯიშის გარეშე, სწორი კვების გარეშე და ასე შემდეგ, ხომ? ეს არის აბსურდი. რა თქმა უნდა, შეიძლება იყონ ერთეულები, ვისაც აქვთ ბრწყინვალე გენეტიკა, თქვათ ძალიან ისეთი გამოხატული კუნთოვანი სტრუქტურის მატარებელი ადამიანები, მეზომორფები მაგალითად, ხო, ვისაც ისედაც ჭარბად აქვთ კუნთი სხვა ადამიანებთან შედარებით. თუმცა მაინც ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია ვარჯიში და აუცილებელია ამ კუნთზე ზრუნვა, ხო? იგივე ხდება ფინანსურ ენერგიასთან და ზოგადად ნებისმიერი სახის ენერგეტიკულ ცენტრებთანაც. თუ კი ჩვენ ამ ყველაფერზე არ მუშაობთ და არ ვართ დაკავებული შესაბამისი პრაქტიკებით, ფინანსური ენერგია უბრალოდ თავისით ვერ გაიზრდება. ეხლა რატოა ეს ყველაფერი პრობლემა? როგორც უკვე ვახსენე, ჩვენ გვაქვს ესეთი რეზერვუარი. ჭურჭელს შევადარავთ, მოდით ის იმისათვის, რომ უფრო მარტივი იყოს ამ ყველაფრის წარმოდგენა. როდესაც შემომავალი რესურსი, ესე ვთქვათ, აღემატება ჭურჭლის ზომას, ჩნდება პრობლემები. აი დაუშვათ, ვთქვათ, წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს აქვს 10 ლიტრიანი ჭურჭელი, მაგალითად 10 ლიტრიანი ქვევრი. და პირობითად ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ქვევრში ჩავასხათ 30 ლიტრა წყალი. ამ შემთხვევაში მოხდება რა? საუკეთესო შემთხვევაში 20 ლიტრი გადმოიღრება და 10 ლიტრი დარჩება, ხომ? მაგრამ იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ძალიან სწრაფად ჩავასხავთ წყალს ამ ქვევრში, დიდი ალბათობით გადმოვა არა 20 ლიტრი, არამედ გაცილებით მეტი, მაგალითად 25 ლიტრი ან 28 ლიტრი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ თანაბრად როდესაც ვასხავთ ჭურჭელში სითხეს, ის ნელ-ნელა ივსება და შემდგომ ნაპირიდან გადმოდის ზედმეტი. თუმცა ერთიანად სითხის ჩასხმის შემთხვევაში მას აქვს ძალიან დიდი კინეტიკური ენერგია ფიზიკის ენით რო ვთქვათ და შესაბამისად ამ კინეტიკური ძალის თუ ინერციის თუ ამ სწრაფი შეშვების ხარჯზე, ესე ვთქვათ, გადმოდის ბევრად მეტი სითხე ვიდრე გვეგონა. ალბათ ყველას დაგმართნიათ, ხო, ეს როდესაც მაგალითად
ჭიქაში ასხავ წყალს, ონკანს მოუშვებ და უეცარი ესე ვთქვათ, ესეთი წყლის ჭავრი თუ გინდა ესე უწოდოთ, იწვევს წყლის გადმოსხმას და ჭიქაში აღარაფერი არ გრჩება. აი დაახლოებით ესეთი რაღაც ხდება ფინანსურ ენერგიასთანაც. პირობითად თუ კი ადამიანის ლიმიტი არის 100 ლარი, ანუ მის ფინანსურ ენერგიას შეუძლია მხოლოდ ამ რაოდენობის თანხის განკარგვა და მართვა კომფორტულად, ვთქვათ თუ კი მისი ხელფასი შეადგენს 1000 ლარს, თვის ბოლოს მას 900 ლარი დაეხარჯება და დარჩება ხელში მხოლოდ 100. ანალოგიურად თუ კი მისი შემოსავალი მომდევნო თვეში გახდება მაგალითად 2000 ლარი ან თუნდაც 5000 ლარი, მისი ხარჯიც პროპორციულად გაიზრდება და გახდება 1900 ლარი ან 4900 ლარი და ასე შემდეგ. მარტივად რო ვთქვათ, რა შემოსავალიც არ უნდა ჰქონდეს ამ ადამიანს, სულ რომ ეს იყოს $1,000,000, ბოლოს მას მაინც რჩება 100 ლარი. იმიტომ რომ ჭურჭელი ფიზიკურად ვერ იტევს მეტს. მაგრამ როდესაც ხდება დიდი თანხის შემოსვლა უეცრად, მაგალითად როგორიც შეიძლება იყოს ლატარიის მოგება, ტოტალიზატორში თანხის მოგება, ეს შემთხვევები საერთოდაც საფათუდას არის ყვა და ალბათ ბევრს გინახავთ, ხო? ყველას მსგავსი ისტორიები, როდესაც ადამიანმა მოიგო დიდი თანხა და გაფლანგა. და იმის ნაცვლად რომ შეერგო ეს თანხა გამოიყენებინა სასიკეთოდ, საერთოდაც მინუსებშიც კი წავიდა, ხო? ბევრი, კიდე აქეთ ვალები დაიდეს. რატომ? აი ეს არის ზუსტად ისეთი შემთხვევა, როგორც ზემოხსენებული მაგალითი წყალთან დაკავშირებით, როდესაც სწრაფი შემოდინება იმ რესურსის იწვევს მის ზომაზე მეტად დახარჯვას. ანუ წყალი იმაზე მეტადაც გადმოდის, ვიდრე შეიძლება რომ დაიტიოს ჭურჭელმა, ხო და გრჩება არა 10 ლიტრი, რომელიც უნდა დაგრჩიოთ, არამედ კიდევ უფრო ნაკლები. შესაბამისად, უბარაქობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი, როგორც უკვე აღნიშნე, არის ფინანსური ენერგეტიკული არხის სიმცირე. რადგან ადამიანები ვერ ახერხებენ იმაზე მეტი ფინანსური ენერგიის დატევასა და განკარგვას, ვიდრე ეს არის დაპროგრამებული და მოცემული მათ ენერგეტიკაში. შესაბამისად, რა არის გამოსავალი? გამოსავალი გვაქვს რამდენიმე. პირველი გამოსავალი, რომელიც გულისხმობს ასე თქვათ, სწრაფ მეთოდს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი პერმანენტული და მუდმივი, ეს არის უფრო დროებითი ხრიკი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ კონკრეტულ მომენტში, უეცრად თუ დაგჭირდათ. ხოლო მეორე გამოსავალში ვისაუბრებ უკვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ეს პრობლემა ძირფესვიანად და სამუდამოდ. სანამ ამ მეთოდებზე ვისაუბრებ, მოდით ესეთ მაგალითს მოგიყვანთ. სავარაუდოდ რახან ამ ვიდეოს უსმენთ და რახან ამდენი ხნის მანძილზე მომისმინეთ და აქამდე მოხვედით, ესე იგი ეს პრობლემა გაწუხებთ, ხო? ან ვიღაც თქვენიანს აწუხებს და დაინტერესდით. აი დააკვირდით ესეთ ტენდენციას, მაგალითად, ყოველთვიურად მუშაობ, შრომობ, არ შურდები ოფლის დაღვრას და მაინც არ გაქვს რა ფული. იხარჯება როგორც ზემოთ რო აღნიშნე. 1000 შოე თუ 5000 თუ 20000 არ აქვს მნიშვნელობა, ბოლოს მაინც 100 ლარი რჩება. ან შეიძლება ვიღაცას 100 ლარიც კი არ რჩებოდეს და რჩებოდეს 5 ლარი მაგალითად. და დააკვირდით ესეთ შემთხვევებს, რომ როდესაც რაღაცაში თითქოს და გაგიმართლა, თითქოს და შეძელი თანხების მოპოვება მათთვის თავის მოყრა, ბიჭო, მაინც და მაინც მაშინ ჩნდება რაღაც პრობლემა. პირობითად საბურავი დაგეშვა, აღმოჩნდა რომ გახეთქილია და ეხლა 4-ვე საბურავის შეცვლა გიწევს და შესაბამისად გუშინ რა თანხაც იშოვე და გიხარო და გაიფლანგა, ან მაგალითად გაზის გამათბობელი გაფუჭდა, ან წყლის გამაცხელებელი ქვაბი გასკდა, ან ცენტრალური გათბობა, ან არ ვიცი რაღაც მსგავსი, ან დაუშვეთ კბილის გაკეთება დაგჭირდა მოულოდნელად და ამაში დაიხარჯა თანხა, ხო? ნაცნობია ალბათ ეს ყველაფერი თქვენთვის. აი ზუსტად ეს ყველაფერი არის სიმპტომები იმისა, რომ ადამიანის ენერგეტიკული არხი, ენერგეტიკული ცენტრი ფინანსებზე პასუხისმგებელი ვერ იტევს ამ ენერგიას. რაც შეეხება ახლა უკვე გამოსავალს. პირველი, როგორც თქვი, მარტივი სწრაფი გამოსავალი. სწრაფი გამოსავალი არის, რომ დავხარჯოთ ეს თანხა ეგრევე. კი, მართალია ეს არ არის კარგი გამოსავალი, მაგრამ ნახეთ როგორი ამბავია. თუ კი ეს თანხა მაინც უნდა დაიხარჯოს და უნდა დაიხარჯოს როგორც წესი რაღაც მოულოდნელ და არასაჭიროში და უსიამოვნოში, ჯობია ბარემ ის დაიხარჯოს და იქნას გამოყენებული პირდაპირ მიზან მიმართულად, ხომ? ანუ მომენტალურად დახარჯოთ ის და გამოიყენოთ სურვილისამებრ და სასარგებლოდ. მეორე ვარიანტი, რომ მოახდინოთ ამ თანხის მატერიალიზაცია. ანუ ამ შემთხვევაში, რომ ამ ფულით იყიდოთ რაღაც, რაც არის ოღონდ ფიზიკური ნივთი. რატომ? იმიტომ რომ
ფული თავისთავად არაფერია, უბრალოდ ენერგიაა, ხო? თუ არა და თვითონ ის ქაღალდები არანაირ ფასეულობას არ ატარებს. ფედერალურმა რეზერვმა რო გააუქმოს დოლარი, დამთავრდა, ყველანაირ ფასს დაკარგავს და უბრალოდ ქაღალდად გადაიქცევა და იგივე ღირებულება იქნება, რაც მაგალითად მონოპოლიის ან სხვა მსგავსი თამაშების ფულს. შესაბამისად, ჩვენ აქ რასაც ვეხებთ არის ფული სუფთა სახით, მისი ენერგია, რომელიც არის ძალიან მოძრავი და ქაოსური. მით უმეტეს თუ კი ეს არის, რა თქმა უნდა, ციფრული ფული, ხო? იმიტომ რომ ის ამ შემთხვევაში უკვე ფიზიკურადაც კი აღარ არსებობს, სადღაც აპლიკაციაშია ნოლებისა და ერთიანების სახით ჩაპროგრამებული. ამიტომ ნახეთ, საუკეთესო მეორე გამოსავალი აქ არის, რომ ეს ფული ვაქციოთ რაღაც მატერიალურად, მაგალითად, როგორიც არის რაიმე ნივთი, რაიმე ობიექტი, სასურველია ფასეული, როგორც შეიძლება იყოს, თუნდაც ვერცხლი, ოქრო, ძვირფასი მეტალები, ძვირფასი თვლები და ასე შემდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ამ სახით მათი დახარჯვა უფრო რთული იქნება, შესაძლებელი, თუმცა უფრო რთული ვიდრე, როდესაც ეს ენერგია არის ფულის სახით მოცემული სუფთად. და მეორე, პოტენციურად შეიძლება ამ ობიექტებს ფასი გაეზარდოს, იმიტომ რომ ხდება ოქროს, ვერცხლის, თვლების ფასების ზრდა და შეიძლება მოგებულიც კი დარჩეთ კარგ შემთხვევაში. და მაგალითად განსხვავებით ტანსაცმლისაგან ამ ობიექტების გაყიდვას შეძლებთ, ეს არის პრინციპში დაბანდება, ხომ? იმიტომ რომ ის ფული, რომელიც თქვენ გადაიხადეთ, მაგალითად ოქროში არსად არ იკარგება, ისევ შეძლებთ მის უკან დაბრუნებას. რა დროსაც მაგალითად მაისური რო გეყიდათ, მას უკვე ვეღარ გაყიდეთ იმავე ღირებულებით, რომელიც ის გვხვდებათ ბაზარზე. და მესამე ვარიანტი ეს არის ამ თანხის შენახვა ოღონდ სხვაგან. სხვაგანში იგულისხმება ისეთი რამ, სადაც არ გაქვთ გავლენა თქვენ. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ბანკი. მართალია, ხშირ შემთხვევაში ბანკები არ არიან სანდო, თუმცა ისეთ ანაბარზე შეტანა ამ თანხის, საიდანაც თქვენ გარკვეული დროის მანძილზე ამ თანხას ვეღარ გამოიტანთ, ანუ აქ საუბარია ვადიან ანაბარზე პირობითად. საუკეთესო შემთხვევაში 40 დღიანი ანაბარი იქნებოდა ეგ ერთთვიანი თუნდაც. ამ შემთხვევაში კავშირი ენერგეტიკულ დონეზე მეპატრონესა და იმ ფულს შორის წყდება. წყდება რატომ? პირველი, იმიტომ რომ მას აღარ აქვს ამ თანხაზე წვდომა გარკვეული დროის მანძილზე და მოდით ეს გადატანითი მნიშვნელობით ვთქვათ, ფული უკვე გადაგეჩვია, ვეღარ გცნობს, ამიტომ ისე ძალიან არ დაიხარჯება. და მეორე, ის არის მიმაგრებული გარე რეზერვუარზე, რომელიც ამ შემთხვევაში არის ბანკი, ხომ, უზარმაზარი ფინანსური ეგრეგორის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს გაცილებით დიდი ტევადობა ვიდრე ადამიანს, ხომ? შესაბამისად, თქვენ ამ თანხას ვეღარ ხარჯავთ. ამაზე აქ ლაპარაკი. რა თქმა უნდა, ეს პირველი გამოსავალი არ არის სამუდამო, არ არის მაინც და მაინც სასარგებლო და ის გამოგადგებათ მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, უცებ თუ დაგჭირდა, პირობითად ყოველთვიურად ხელფასი გაქვს 5,000 ლარი და მოულოდნელად ხელში ჩაგივარდა 20,000 დოლარი. რა უნდა ქნა, ხო? უნდა გააკეთო ეს. თუ იმდენი თანხა ჩაგივარდა ხელში, რომ უძრავი ქონება შეიძინოან რაღაც ფასეული და დააბანდო ეს თანხა რეალურად, მაგას რა ჯობია. თუმცა სხვა შემთხვევაში უმჯობესია, რომ ეს თანხა ამ სახით შეინახოთ, ვიდრე რომ ის დატოვოთ ფულად, იმიტომ რომ ის ამ შემთხვევაში უეჭველი დაგეხარჯებათ, თუ კი დასაწყისში რა სიმპტომებზეც ვისაუბრეთ, არის და სუფევს თქვენს ცხოვრებაში. რაც შეეხება მეორე გამოსავალს, რომელიც ამ შემთხვევაში უკვე არის პერმანენტული, ანუ სამუდამო, მუდმივი და სტაბილური. ეს არის ფინანსური მაგია. ცოტა ისე გამომდის, ახლა ფაქტობრივად ჩემივე კურსის რეკლამა არის ეს, იმიტომ რომ ეხლა უნდა შემოგთავაზოთ ჩემი კურსი ფინანსური მაგიის გავლა, სადაც ამ ყველაფერს შეისწავლით, თუმცა ნახეთ, ფინანსურ მაგიაზე საუბრისას არ გულისხმობ იმას, რომ აუცილებლად ჩემთან შეისწავლოთ ეს ყველაფერი. შეგიძლიათ ფინანსურ მაგიას დაეუფლოთ დამოუკიდებლადაც. თვითონ მოიძიოთ რაღაცები, თვითონ გაარკვიოთ. კურსის შემთხვევაში უბრალოდ ამ ყველაფერს აკეთებ უფრო სწრაფად, მარტივად ინფორმაცია არის უსაფრთხო, დაზღვეული და გადაღეჭი. თუმცა შეგიძლიათ დახარჯო 3 მაგი, 4 მაგი, 5 მაგი დრო და მოიძიო იგივე დამოუკიდებლად, აბსოლუტურად უფასოდაც თუ ძალიან მოინდომებ. ან შეიმუშაო შენი მეთოდები. ასეა თუ ისე, ტერმინი ფინანსური მაგია არ გულისხმობს მხოლოდ ჩემს ონლაინ კურსს, ეს გულისხმობს ზოგადად ენერგეტიკულ პრაქტიკებს, რომლებიც უკავშირდება ფინანსებს. მაგრამ ნახეთ რა არის აქ მნიშვნელოვანი. აქ არის მნიშვნელოვანი, რომ იმუშაოთ არა უბრალოდ ფინანსების შემოდინებაზე. ნახეთ რატომ შემოდინებით კი შემოიყვანთ იმ თანხას, მაგრამ კვლავ და კვლავ ჩვენ პრობლემა გვაქვს მის აკუმულირებასთან. პრობლემა გვაქვს მის გამოყენებასთან. ამიტომ არის საჭირო ისეთი პრაქტიკების
შესრულება, რომელიც ზოგადად გაზრდის თქვენს ენერგეტიკას და რომელიც გაზრდის კონკრეტულად თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებსა და ფინანსური ენერგიის მართვის უნარებს. ეს მოიაზრებს გარკვეულწილად ინფორმაციულ მზაობასა და თეორიულ ცოდნასაც, რომ გქონდეთ გარკვეული საკითხები გაცნობიერებული, თუნდაც როგორიც შეიძლება იყოს გარკვეული მავნე ჩვევები ფულთან მოპყრობის, ჩვევები, რომელიც ესე ვთქვათ, აზიანებს ადამიანის ბარაქას, რაც შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ რამეს დაწყებულს პირობითად იქიდან თუ როგორ მოექცე თვითონ ბანკნოტებსა და მონეტებს დამთავრებული იმით, როგორი საფულე გქონდეს, ან როგორი ანგარიში და ასე შემდეგ. ამიტომ ნებისმიერი სახის პრაქტიკები, რომელიც მიმართულია თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაძლიერებაზე, გამყარებაზე, დაცვაზე და თქვენი ენერგეტიკის ზრდაზე, არის აქ გამოსაული, რადგან ამ შემთხვევაში თქვენი დავარქვათ ამას, ფულის ჭურჭელი ეტაპობრივად გაიზრდება, რა თქმა უნდა, არა მომენტალურად, მაგრამ თან პროცენტულად მოიმატებს და დროთა განმავლობაში შეძლებთ უფრო მეტი ენერგიის აკუმულირებას, უფრო მეტი ენერგიის დატევასა და მართვას, რაც უკვე შემდგომში მოგცემთ იმის საშუალებას, რომ გაზარდოთ შემომავალი ნაკადიც. თუმცა ხშირ შემთხვევაში შემომავალი მხარეც თავისთავად იზრდება და მიყვება ხოლმე პროპორციულად ამ რეზერვუარის ზრდასაც. ასე რომ იზრუნეთ ამაზე, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და იმედი მაქვს ეს ვიდეო დაგეხმარებათ უფრო ბარაქიანი, უფრო ნაყოფიერი, უფრო სასარგებლო კეთილდღეობითა და წარმატებებით სავსე ცხოვრების შექმნაში. ყველას გისურვებთ ბარაქას, კეთილდღეობას და ბედნიერებას. დროებით გვემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო, გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ხოლო თუ გადაწყვეტთ, რომ გსურთ ფინანსური მაგიის შესწავლა, შეგიძლიათ ესტუმროთ ჩემს საიტს grimoire.gi, სადაც იხილოთ ყველა დეტალს კურსების შესახებ. დროებით გემშვიდობებით, წარმატებები.